მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარღიშვილთან ერთად და როგორც ყოველთვის საუბრობთ აქტუალურ თემებზე. დღეს განსაკუთრებული ვიდეო ეთერი გვაქვს და ეს ჩვენი დღევანდელი პოდკასტი ეხება ქალბატონებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას. ეს საკითხი ძალიან ბევრ ადამიანს აღელვებს, თუ როგორ შევინარჩუნოთ ხანგრძლივად რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რატომ გახშირდა უნაყოფობა და უნაყოფობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდები, ასევე კიდევ ბევრი სხვა საინტერესო საკითხი. ამიტომ დღეს ჩვენ სასაუბროდ მოვიწვიეთ ექიმი, მიან-გინეკოლოგი ქეთევან ტაბუცაძე, რომელიც თქვენ შეკითხვებს ამოწურავად უპასუხებს. დიდი მადლობა ქეთი მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. საუბარი მინდა დავიწყოთ პროფილაქტიკური კვლევებით. სხვადასხვა ასაკში რა პროფილაქტიკური კვლევებია რეკომენდებული ქალბატონებისთვის? ამ კითხვაზე რომ გვიპასუხოთ. პირველ რიგში განმარტავ ზოგადად რას გულისხმობს პროფილაქტიკური კვლევები. იმიტომ რომ ბევრისთვის ეს რატომღაც რთულად გასაგებია. პროფილაქტიკა ეს არის ინდივიდუალური რისკ ფაქტორების შეფასება, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, სანამ პირველი ჩივილები ან რაიმე დაავადება გამოვლინდება. შესაბამისად, პროფილაქტიკური კვლევებიც უნდა ჩავიტაროთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ან დროულად აღმოვაჩინოთ რაიმე ისეთი პათოლოგია, რომ მერე მისი მკურნალობა იყოს ძალიან მარტივი. ასაკიდან გამომდინარე, შესაბამისად და ქალის რეპროდუქციული სხვადასხვა პერიოდიდან გამომდინარე, ეს კვლევები განსხვავდება. ქალი სანამ არ არის სქესობრივად აქტიური და არის ახალგაზრდა ასაკში, ძირითადად კვლევებს ვატარებთ იმისთვის, რომ უბრალოდ დავადგინოთ, როგორ განვითარდა გინეკოლოგიური რეპროდუქციული სისტემა, მე ამ შემთხვევაში გინეკოლოგიაზე ვისაუბრებ. როგორ განვითარდა, ეს მარტივია, უმარტივესი გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევით, ეხოსკოპიას, რასაც ეძახიან. ქალი, როდესაც იწყებს უკვე სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას, აქ უკვე შესაბამისად პროფილაქტიკას ვიწყებთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით და რეალურად უფრო ვცდილობთ თავი დავიცვათ ამ ინფექციებისგან სწორი სქესობრივი განათლებით, კონტრაცეპტიული მეთოდების სწორი მოხმარებით. ქალი უკვე როდესაც ასე ვთქვათ დიდ ასაკშია, ანუ 35 წლის და ზემოთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენი პროფილაქტიკური კვლევები და მიზნად ისახავს, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი გარდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა, ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის პრეკანცერული მდგომარეობები და დროულად აღმოვაჩინოთ, დავადგინოთ ის პათოლოგიები, რათა მკურნალობა მერე გამარტივდეს. გინეკოლოგი დაავადებას გულისხმობს სკრინინგის მეთოდით კი, ამას გულისხმობს სკრინინგის მეთოდებს, როგორიც არის საშუალო ნუსხელის ციტოლოგიური კვლევები, მამოლოგის კონსულტაცია და მეთვალყურეობა, გინეკოლოგიური ულტრაბგერა. აქვე მინდა გკითხოთ, რა პერიოდულობით უნდა აეწვიოს ქალი გინეკოლოგს, ან თუ არანაირი პრობლემა არ აქვს პირობითად, რა პერიოდულობით არის რეკომენდებული, რომ სტუმრობდეს გინეკოლოგს? ესეთ ალბათ ასაკზე არის დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად ქალი თუ სქესობრივად აქტიურია, მე მაინც ვურჩევ პაციენტებს, რომ წელიწადში ერთხელ, აი ეს რასაც ახლა ჩეკაპს ვეძახით, სრული გინეკოლოგიური, ანუ ქალის ჯანმრთელობისთვის საჭირო კვლევები წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური. შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ჩეკაპი რას მოიცავს გინეკოლოგიის შემთხვევაში? ქალის ჯანმრთელობის კუთხით ეს არის აუცილებლად სარძევი ჯირკვლების პათოლოგიების კვლევა, შესაბამისად მამოლოგის კონსულტაცია, გინეკოლოგიის კუთხით ეს არის თუ სქესობრივად აქტიურია პაპ ტესტი, ციტოლოგია, საშუალო ნუსხელის ციტოლოგიური ნაცხი და გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა. ნაცხი ბაქტერიოსკოპია და დანარჩენი კვლევები უკვე ჩივილებიდან გამომდინარე, თუ არის ჩივილი, მე არ ვარ მომხრე, რომ ყოველთვის ყველაფერზე ინფექციური კონტროლი ატარო. გასაგებია თქვათ, ქალი რეგულარულად დადის გინეკოლოგთან და იტარებს ამ ჩეკაპის კვლევებს და აკითხავს ასე თუ ისე. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება აი ამ ვიზიტებს შუა პერიოდში, თქვათ რა სიმპტომებს, რაც გვაძლევს სიგნალს, რომ აღარ უნდა დაველოდოთ მომდევნო გეგმიურ ვიზიტს და უნდა მივაკითხოთ ექიმს. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა ჩივილებს? პირველი ყველაზე ისეთი შემაწუხებელი ჩივილი, რაც ქალს ზოგადად აწუხებს ხოლმე, ეს არის გამონადენი საშოდან.
ეს არის ტკივილი და ეს არის menstruალური ციკლის დარღვევა. ეს არის ძირითადი სამი, ასე ვთქვათ, მთავარი სიმპტომი, რომელიც ძალიან საყურადღებოა და ტრიგერი არის ეს, გვაძლევს სიგნალს, რომ აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ამ შემთხვევაში ექიმს და არ გადავდოთ ვიზიტი. ძალიან კარგი გასაგებია. ახლა მინდა რომ გადავიდეთ, რაც შეეხება რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონკრეტულად უნაყოფობას. ძალიან გახშირდა ჩვენს პოპულაციაში სამწუხაროდ უამრავ წყვილს აქვს პრობლემა უნაყოფობასთან, უშვილობასთან დაკავშირებით და მინდა კითხოთ ყველაზე გავრცელებული მიზეზები, ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც არ დგება ორსულობა ქალებში. როგორ არის, იცით, ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ციკლის დარღვევებია, რომელიც როგორც წესი პუბერტულ პერიოდში იწყება ხოლმე, ანუ ციკლის დარღვევები არის, ანუ ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც ქალებში ხშირად იწვევს უნაყოფობას. არის ასევე ანატომიური პათოლოგიები, როგორიც არის ვთქვათ მილის პათოლოგიები, თუნდაც საშუალო ზღვის პათოლოგიები, რომელიც შეძენილი პათოლოგიებია. და ძალიან გახშირდა მამაკაცის მხრივ, ანუ მამაკაცის პრობლემით განპირობებული უნაყოფობა ბოლო უკვე 10 წლეულია. სამწუხაროდ ესეა ნამდვილად. ძირითადად დიაგნოსტიკის მეთოდებში რა შედის? უნაყოფობის დიაგნოსტიკის მეთოდებს. პირობითად, როდესაც თუ მოვა თქვენთან წყვილი ან ქალბატონი ამ პრობლემით, ამ ჩივილებით, რა მეთოდებს იყენებთ დიაგნოსტიკისთვის? ანუ სრულად ხდება გამოკვლევა მთლიანად როგორც ჰორმონალური ფონის ასევე ვთქვათ ანატომიურად და თუ როგორ? კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როდესაც უნაყოფობით მოდის ქალი, აუცილებლად მის მეუღლესაც ვცდილობთ, რომ ჩავუტაროთ კვლევები. ეხლა უკვე ეს კულტურა წამოვიდა, რომ წყვილი ერთად გეგმავს და აგვარებს ამ პრობლემას. მამაკაცის შემთხვევაში ეს ძალიან მარტივია, სპერმოგრამის კვლევით ერთი, ასე ვთქვათ, მარტივი კვლევით შესაძლებელია უკვე დადგინდეს, არის იქ თუ არა რეპროდუქციული თვალსაზრისით პრობლემა. ქალის შემთხვევაში ცოტა რთულია, კომპლექსურია, იმიტომ რომ ამ შვილოსნობის პროცესში ქალის მთელი სისტემა არის ჩართული. საკვერცხეები, საშვილოსნოს მილი, საშვილოსნოს ღრუ, ემოციური ფაქტორი, ამიტომ ქალის შემთხვევაში ცოტა უფრო კომპლექსურად ვიკვლევთ. კი ბატონო. გასაგებია. ზოგადად დაორსულობა რა საკამდე არის ოპტიმალური და საერთოდ ასაკი მოქმედებს თუ არა ამ საკითხზე ფერტილობაზე ქალის შვილოსნობას აუცილებლად ბიოლოგიური თვალსაზრისით თუ განვიხილავთ შვილოსნობას ეს ასაკი 20-დან 30 წლამდე არის იდეალური მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ შვილოსნობა არ არის მარტო ბიოლოგიური პროცესი ეს არის სოციალური, მორალური, ემოციური ზოგადად შეიძლება რა თქმა უნდა ორსულობა მივიღოთ უფრო მაღალ ასაკშიც, მაგრამ იდეალურად ბიოლოგიური თვალსაზრისით 20-დან 30 წლამდეა ეს პერიოდი. და რამე რისკებს შეიცავს გვიანი ორსულობა? რა რისკებს შეიძლება? გვიანი ორსულობის რისკი მდგომარეობს იმაში, რომ დაორსულება არის პირველ რიგში უფრო რთული, გართულებული, თუმცა დღეს უკვე არსებობს ძალიან ბევრი მეთოდი, რომელიც ამაში ქალს ეხმარება, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სახით. და შემდეგ ორსულობის შენარჩუნების პროცესი, რადგან უკვე შედარებით დიდ ასაკში ჯანმრთელობის ბევრი სხვა პრობლემა ერთვის ხოლმე და ორსულობა უფრო რთულად მიმდინარეობს. თუმცა სწორი მეთვალყურეობის ქვეშ არც აღარ არის დღეს უკვე პრობლემა. კი ბატონო. გასაგებია და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის წილი მაღალია ზოგადად უშვილობის დღეს როგორ არის პროცენტულად? კი, სხვათა შორის ბოლო 10 წლეულია უკვე ძალიან გამოიხატა მამაკაცის მიერი უშვილობა, მამაკაცის პრობლემით განპირობებული უშვილობა, ამიტომ ნებისმიერი წყვილი, რომელიც იწყებს ამ კუთხით მუშაობას, აუცილებლად უნდა მამაკაცის საკითხიც დააყენოს, რომ მანაც გამოიკვლიოს და შეაფასოს თავისი რეპროდუქციული პოტენციალი. აქ მინდა კითხოთ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არსებობა
ან გადატანილი დაავადებები თუ ახდენს გავლენას შვილოსნობის ფუნქციაზე, როგორც ქალის, ისევე მამაკაცის შემთხვევაში. არის კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე ესეთი გამოხატული და ცნობილი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც იწვევენ ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის და იწვევს ქალის შემთხვევაში, როგორც წესი, მილის პათოლოგიებს, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვადარდებს, იქიდან გამომდინარე, რომ მილის დახშობა, მილში არსებული პროცესები უკვე გვიშლის ორსულობის უშლის ორსულობის დადგომას ხელს. მამაკაცის შემთხვევაში კი ხარისხს, სპერმის ხარისხს აფუჭებს. შესაბამისად, მოქმედებს, რა თქმა უნდა. კარგით, თქვათ მოხდა დაორსულება, გადავიდეთ ახლა ორსულობაზე. ან თუ არის რამე მოსამზადებელი ღონისძიებები საჭიროც, ანუ ამ დავგეგმავთ ორსულობას, როდესაც ორსულობა გეგმიურია, ვთქვათ. წინასწარ თუ არის საჭირო, რომ ამისთვის მომემზადოთ, ან რამე კვებები გავიკეთოთ, ან რამე მკურნალობა ჩავიტაროთ და ასე შემდეგ და რაიმე კვებითი ან ცხოვრების წესის ცვლილებები თუ არა რეკომენდირებული ამ შემთხვევაში და შემდეგ უკვე ორსულობის პერიოდში. რას გვეტყვით? ზოგადად, როდესაც გეგმავთ ორსულობას, ვფიქრობ, რომ გეგმავთ ორსულობას პირველ რიგში ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, მაგრამ ყველაფერს ესე ვერ გამოვიკვლევთ, ცხადია. მთავარი არის, რომ გქონდეს აუცილებლად ქალს გინეკოლოგიური თვალსაზრისით ინფექციების მხრივ ინფორმაცია, რადგანაც ორსულობის შემთხვევაში ძალიან რთულია შემდეგ მკურნალობა და ძალიან ხშირად უკვე ნაყოფზეც მოქმედებს ასეთი ინფექციური პროცესები. ზოგადი ჯანმრთელობის კუთხით მე მაინც ყურადღებას მივაქცევ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს, რომელიც ასევე დაორსულებაშიც ხელს გვიშლის და შესაბამისად შემდგომში ორსულობის პროცესშიც, პერიოდშიც და ზოგადად ყურადღებას მივაქცევდი სარძევე ჯირკვლის პათოლოგიებსაც, რომ დროულად მოხდეს თუ რაიმე არის დაორსულებამდე მათი აღმოჩენა და პრევენცია თუ შესაძლებელია და შემდეგ უკვე დაგეგმვა ორსულობის. გასაგებია, დიდი მადლობა. აქვე ჩაგიკითხებით, რა რისკები არსებობს ორსულობის შეწყვეტის? ანუ რისგან შეიძლება მოხდეს ნაადრევად შეწყვეტა ორსულობის ბუნებრივად? ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს ზოგადად და მაგიტომ არის, რომ ასაკში, როდესაც არის ქალი და ჩვენ ამას უკვე 30-დან და ახლა უკვე 35 წლიდან ზემოთ ვამბობთ, ძალიან ბევრი პათოლოგია არის ზოგადი ჯანმრთელობის, რომელიც თვითონ ქალის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და შესაბამისად, თქვათ, იძულებულია ორგანიზმი მოიცილოს, ან ექიმი რეკომენდაცია გასცეს. თუმცა ასევე დღეს არსებული საშუალებებით და მედიცინა უკვე საკმაოდ განვითარდა, ამ პროცესების თავიდან აცილებაც შეგვიძლია. არის ასევე პათოლოგიები, რომელიც ორსულობის პირველივე ტრიმესტრში იწვევს ორსულობის შეწყვეტას. ესეც ქალის ზოგადი ჯანმრთელობის სისხლის ჰემოსტაზის პრობლემები აქვს და ამისი პრევენცია შესაძლებელია წინასწარ კვლევების ჩატარებით, თუმცა ყველაფრის გამოკვლევა ყოველთვის რთულია. იქნება. დარწმუნებული ვარ, მადლობა. ასეთი რაღაც მინდა კითხოთ. გადავიდეთ მენოპაუზას. მენოპაუზის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. ყველასთვის არა, მაგრამ არიან გარკვეული ადამიანები, რომელსაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და ცხოვრების ხარისხს უარესებს ბევრად მეტად. აქ მინდა კითხოთ, ჰორმონები როგორ მოქმედებს ამ დროს და რა სიმპტომები ახასიათებს მენოპაუზას და თუ შესაძლებელია მისი მართვა. თუ შესაძლებელია, როგორ შეიძლება რომ მართოთ ეს რომ მითხრათ. მენოპაუზა ეს არის ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ძალიან მინდა რომ ჩვენმა მსმენელმა გაიგოს ის, იმიტომ რომ ყავს მე პაციენტები, ვისთვისაც მენოპაუზა ეს როგორც დაავადება და ავადმყოფობა ესე აღიქმება, ეს ასე არ არის. ეს არის ისეთივე ფიზიოლოგიური ეტაპი ქალის ცხოვრებაში, როგორც იყო მაგალითად პირველი მენსტრუალური ციკლი, რეპროდუქციული პერიოდი. ეს არის ბუნებრივი პროცესი,
და რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული ქალისთვის, მისი სიცოცხლის ხარისხი და ცხოვრების ხარისხი არ უნდა გაფუჭდეს, ის არ უნდა შეეგუოს თავის ტკივილს, წამოხურებას, ოფლიანობას მარტო იმიტომ, რომ თulis რომ ის მენოპაუზაშია და ეს ნორმა. ეს ნორმა არ არის, ქალი მენოპაუზაშიც ისეთივე აქტიური და ჯამრთელი და ენერგიული უნდა იყოს, როგორც მანამდე იყო. უბრალოდ ჩვენთან ეს საკითხი ცოტა ალბათ ისევ განათლებიდან გამომდინარე სტიგმა არის დიახ და თითქოს ამასაკში უკვე ექიმთან მისვლაც რატომღაც ამ მიზეზით მისვლა არ არის პერიოდი დამთავრებულია ხო ექიმთან არ უნდა მივიდეს თუ აწუხებს არაუშავს ცოტა ხანში გადაივლის ეს არ არის სწორი იმიტომ რომ სულ მომყავს მაგალითი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი აქტიური ქალები რომლებიც თუნდაც შოუ ბიზნესში არიან თუნდაც 55 და 60 წლისანები არიან და იმდენად გამოიყურებიან და ენერგიულად არიან რომ საერთოდ ვერ იტყვი მენოპაუზაშია თუ არა ამიტომ უნდა მიმართონ ექიმს რა თქმა უნდა გინეკოლოგს რომელიც ამ კუთხით რომელსაც აქვს განათლება და ცოდნა იმიტომ რომ ყველა გინეკოლოგი ყველაფერს ვერ კურნავს ყველას აქვს თავისი მიმართულება ზოგი ონკოლოგიური მიმართულებით არის აქტიული ზოგი რეპროდუქციული ზოგი მშობიარობაზეა პასუხისმგებელი ასევე არის მენოპაუზის მკურნალობაში აქტიურად ჩართული ექიმები რომლებიც დაგვეხმარება და დაეხმარება ყველა ქალს იმაში რომ დროულად ჩაერიოს რომ ეს ჩივილები თავიდან აერიოს. კი. ბატონო ბაუცელბოთ მიმართეთ ექიმს და ნუ მოითმენთ ამ დისკომფორტს რასაც პირველი რაც მინდა რომ აუცილებლად გავამახვილო ყურადღება ჩივილები ეს არის რა თქმა უნდა ნევროლოგიური ჩივილები და ძალიან ხშირად ქალები თვლიან რომ ეს არ არის გინეკოლოგის საქმე თუმცა გინეკოლოგი და ნევროლოგი ამ დროს კომპლექსურად შეიძლება მოქმედებდეს ხო ეს წამოხურება ეს ოფლიანობა ეს გაღიზიანებადობა ზოგს აქვს გამოხატული კარდიოგენური ჩივილები ეს არის სიმშრალე სქესობრივი კონტაქტის დროს ან სქესობრივი კონტაქტის სურვილის არ ქონა შესაბამისად ეს ყველაფერი შეიძლება დარეგულირდეს და მან ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება ისევ ისე როგორც მანამდე გარეშე კი სრულყოფილ ქალად ძალიან საინტერესო პასუხი იყო ამ უმწურავი ძალიან დიდი მადლობა ახლა მინდა გადავიდე ისეთ თემაზე რომელიც ძალიან ისეთი განხილვადი თემა გახავთ ჩვენ საზოგადოებაში და არა მარტო ჩვენს პოპულაციაში ყველგან ეს არის ახალი ტექნოლოგიები რეპროდუქციული ჯანმრთელობის. ეს ვთქვათ, ყველანაირი ბუნებრივი გზა ამოვწურეთ, ვუმკურნალეთ, გამოვიკვლიეთ წვილები. არ აქვთ არანაირი პრობლემა, მაგრამ არ დგება სასურველი ორსულობა. ამ დროს მაინტერესებს როგორ უყურებთ თქვენ სიახლეებს რომელიც ახალი მკურნალობის შანსებს აძლევს ასეთ პაციენტებს და შვილოსნობის ახალ შანსს, მაგალითად ინვიტრო განაყოფიერება, რამდენად დიდია წარმატების შანსი. რას ფიქრობთ ამაზე თქვენ რომ მითხრათ? ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგიები მართლაც ძალიან ისეთი განვითარებული არის დღეს სოფლიოში და არანაკლებ განვითარებული საქართველოში მინდა გითხრათ რომ ჩვენი კლინიკები და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებით მოწინავეები არიან შეიძლება ითქვას და არ ჩამორჩებიან ჩვენ თანამედროვე სხვა კოლეგებს სხვა ქვეყნის კოლეგებს პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასაკი და აქაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალის მიერ არის უშუალობა თუ მამაკაცის პრობლემით არის განპირობებული. როდესაც მამაკაცის პრობლემით არის განპირობებული, ცალსახად ქალი, ასე ვთქვათ, გეგმავს უკვე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით. საერთოდ ჯამში ინვიტრო განაყოფიერება მამაკაცის პრობლემიდან გამომდინარე არის ასე ვთქვათ პირველი იქიდან გამომდინარე რომ ხელს უწყობს და ეხმარება იმ პრობლემის გადალახვას რასაც ბუნებრივად ჩვენ ვერანაირად ვერ მივახცევდით. რაც შეეხება ქალის პათოლოგიებით გამოწვეული უშუალობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავითვალისწინოთ ასაკი ქალის და გავითვალისწინოთ
რამდენად შესაძლებელია რომ აღვადგინოთ ბუნებრივი შვილოსნობა. მე არ მივესალმები იმას, რომ უშვილობის პრობლემის დადგომისთანავე ქალმა მიმართოს ხელოვნურ განაყოფიერებას, როცა შესაძლებელია რომ აღდგეს ბუნებრივი შვილოსნობა. უბრალოდ დაგეგმვა, დიაგნოსტირება უნდა მოხდეს სწორად. არის პროცესები, რომელიც სწორი დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლებელია ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენაც. და მაგრამ არის მეორე შემთხვევა, როცა კარგავ ძალიან ძვირფას დროს, იმიტომ რომ ქალისთვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მამაკაცისგან განსხვავებით, რომლის რეპროდუქციული პოტენციალიც უფრო ხანგრძლივია მის სიცოცხლის განმავლობაში, ვიდრე ქალის შემთხვევაში. მაგრამ პირველ რიგში უნდა ვცადოთ ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენა. რაც შეეხება ხელოვნურ განაყოფიერებას, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და კარგი საშუალება არის ამ მეთოდით, რომ აღვადგინოთ შვილოსნობა. თუმცა ჩვენ ქვეყანაში როგორც ვიცი არ ფინანსდება ხო სახელმწიფო პროგრამებით. ჩვენს ქვეყანაში შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები არც ერთი მეთოდით არ ფინანსდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს ინვიტრო იქნება თუ თუნდაც ბუნებრივი შვილოსნობის აღდგენის პროცედურები. სამწუხაროდ. კი. და ოპტიმალური ასაკი როგორია, როცა ხელოვნური განაყოფიერება ჯერ კიდევ შესაძლებელია ჩაუტარდეს ქალს. იცით როგორ არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული ხელოვნური განაყოფიერება უკვე ისე განვითარდა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები, რომ ქალისთვის ორსულობის მიღწევა ფაქტიურად უკვე შეზღუდული არ არის ასაკობრივი თვალსაზრისით, მაგრამ აქ ძალიან ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე არის დამოკვიდებული, რამდენად სურვილი აქვს თუნდაც რომ თავისი კვერცხუჯრედით მოხდეს განაყოფიერება, დაიხმარს თუ არა დონორის კვერცხუჯრედს ან დონორის სპერმატოზოიდს, ანუ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და რთულია ესე თქმა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, თუ თავისი გენეტიკური შვილის ყოლის სურვილია, გააკაც ზუსტად იგივე პერიოდია რეპროდუქციული თვალსაზრისით, რაც ვთქვათ ბუნებრივი შვილოსნობის, იმიტომ რომ რეპროდუქციული თვალსაზრისით თუ გავითვალისწინებთ 35 წლამდე ქალს ერთსქესობრივ კონტაქტზე შანსი დაორსულების ნორმალურ შემთხვევაში შანსი დაორსულების აქვს სადღაც ალბათ 30%. არც მაშინ არ არის 100%. და ინვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში ეს 30% 40%-მდე იზრდება. ინვიტროც არ არის 100%. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაიაზროს ადამიანმა ის, რომ მოლოდინი ჰქონდეს სწორი, რომ შესაბამისად მე იმედგაცრუებაც იყოს ნაკლები. დღეს უკვე არსებული და ძალიან კარგად განვითარებული თანამედროვე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დახმარებით ქალს უკვე შეუძლია დაგეგმოს შვილოსნობა ისე რომ ასაკმა ხელი არ შეუშალოს. ჩვენი ქართველი საზოგადოებისთვის ეს შეიძლება ცოტა უფრო რთული აღსაქმელი იყოს, მაგრამ ქალისთვის, რომელიც რაღაც ასაკში უკვე ამ პრობლემის წინაშე დგას და ნანობს, რომ არ გამოიყენა ეს შანსი, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ დღეს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელია ქალმა თუნდაც გაყინოს თავისი კვერცხუჯრედი და გამოიყენოს მაშინ, როდესაც თulis რომ ის მზად არის ორსულობისთვის, იმიტომ რომ აი წეგან ვისაუბრეთ პერიოდი, როდესაც ყველაზე ჯამრთელი არის კვერცხუჯრედი და ქალი რეპროდუქციულად ეს არის 20-დან მაქსიმუმ 35 წლამდე, 30 წლამდე იდეალურია. ამ დროს ყველაზე, ასე ვთქვათ, ჯანსაღი არის კვერცხუჯრედი და თუ ამ პერიოდში ქალი არ გეგმავს ორსულობას, მას შეუძლია რომ ინახოს ასე ვთქვათ, კვერცხუჯრედები გაყინოს და გამოიყენოს მაშინ, როდესაც ის მორალურად, სოციალურად და სხვა კუთხით უკვე მზად იქნება. და ემბრიონის გაყინვას რაც შეეხება? ემბრიონის გაყინვაც, რა თქმა უნდა, უბრალოდ ხანდახან არის, რომ ქალს არ ყავს პარტნიორი, ვისთან ერთადაც ამ პროცესს დაგეგმავს.
ამიტომ თუ ეს არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თანამედროვე ოჯახი რაღაც მიზეზების გამო არ გეგმავს დღეს და ხვალ ორსულობას, რა თქმა უნდა, ემბრიონის გაყინვა შესაძლებელია. შესაძლებელია ეს იყოს რაღაც დაავადების გამო, რა თქმა უნდა, როდესაც არის ონკოლოგიური პროცესები, როდესაც ქიმიოთერაპიას გეგმავთ, როდესაც არის ენდომეტრიოზი და დიდი ალბათობა, რომ მომავალში გართულდეს დაფეხმძიმების პროცესი და ხარისხი შეიცვალოს კვერცხუჯრედების, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პირველ რიგში რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ სანამ დაიწყებს ქიმიოპროცედურებს, მანამდე მოახდინოს გაყინვა კვერცხუჯრედის ან ემბრიონის და უკვე შემდგომ რათა შეინარჩუნოს რეპროდუქციული ფუნქცია. კი ბატონო, კიდევ აქ შეგეკითხებით თქვენი შეხედულება როგორია აქტუალურად განიხილება აგრეთვე ჩვენ საზოგადოებაში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რაც შეეხება, რამდენად მომხრე ხარჯი, რამდენად ურჩევთ ჩვენს მენელს. მომხრე ვარ აუცილებლად, გეგმიურად უკვე ჩვენ სახელმწიფოში არის შემოტანილი, ასე ვთქვათ, ვაქცინაციის გეგმაში ეს ვაქცინები და მივესალმები, რადგანაც ამ ვაქცინის საშუალებით ძალიან დიდ პრობლემას ვირიდებთ თავიდან, რასაც ქვია საშუალო ყელის სიმსივნეები და ძალიან კარგად შესწავლილია უკვე ეს ვაქცინა, იყო პერიოდი, როდესაც ბუნდოვნად უყურებდნენ უნდობლობა, კი და რეალურად ძალიან კარგი საშუალება არის, რომ თავიდან ავიცილოთ. უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეუძლია, რომ გადაარჩინოს. კი მეც ვფიქრობ ნამდვილად. დიდი მადლობა. აქვე მინდა კითხო და თქვენ რა მოგისმენიათ ყველაზე მცდარი წარმოდგენები, რომელსაც აჟღერებენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არის რამე ესეთი? მცდარი წარმოდგენები, მაგალითად მენსტრუალური პერიოდის დროს, მენსტრუაციის დროს ორსულობა გამორიცხულია. აქვთ ესეთი დამოკიდებულება არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა. ვთქვათ ის, რომ კიდე რა შეიძლება რომ მომაფიქრდეს. იმდენად დიდი თემაა, რომ ალბათ ძალიან დიდი ხანი ვისაუბრებით ამაზე, მაგრამ ხო გასაგებია. კი ბატონო, კიდევ ესეთი რაღაც მსმენია მე, რამდენად მართალია, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივები ნეგატიურად მოქმედებს შემდგომ ფერტილობაზე. ან თუ თავს იცავს ადამიანი ჰორმონალური კონტრაცეპტივები, შემდეგ გაუჭირდება თქვა დაორსულება. ეს რამდენად მართალია? არ არის ეს მართალი, არ არის მართალი. შესაბამისად, შეიძლება საერთოდ არ მოიხმარდეს კონტრაცეპტივის და დაფეხმძიმება გაურთულდეს ისედაც. ამიტომ ჩვენ მეცნიერულად რო ვთქვათ და მტკიცებითი მედიცინის საფუძვლებზე დაყრდნობით, ეს არ არის სწორი ფორმულირება, რომ კონტრაცეპტივის რახან მოვიხმართ, აუცილებლად დაფეხმძიმება, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში დაფეხმძიმება არ მოხდება. რა თქმა უნდა, კონტრაცეპტივის მოხმარებაც უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და არა თვითნებითად, განსაკუთრებით ეს ეხება ექსტრემალურ კონტრაცეფციას. აბსოლუტურად კონტრაცეპტივს, როგორც კი შეეშვება ქალი, მისი რეპროდუქციული ფუნქცია აღდგება და შესაბამისად შეუძლია დაგეგმოს ორსულობა. და რა სახეობები არსებობს კონტრაცეპციის გარდა ჰორმონალურის კიდევ? არსებობს ბარიერული საშუალებები, როგორც არის მაგალითად პრეზერვატივი ქალისაც და კაცისაც. ქალის პრეზერვატივი საქართველოში არ შემოდის, მაგრამ არსებობს. არსებობს ჰორმონალური კონტრაცეპტივები, არსებობს საშუალო შიდა საშუალებები, როდესაც სპეციალურად ხდება საშუალო ღრუში ჩადგმა კონტრაცეპტივის და არის ასევე სპეციალური პროცედურები, თუნდაც მამაკაცის მხრივ, როდესაც ხდება სადინრების გადაკვანძვა და ესეც ერთგვარი კონტრაცეფცია. დიახ. კი ბატონო. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თქვენ ხომ არგნებავთ რამე ურჩიოთ ჩვენს მენელს, რამის ხوار დაამატებდით ჩვენ საუბარს. ურჩიო ალბათ ის არის, რომ ქალებს ალბათ ქალებს ის რომ მიაქციონ ყურადღება თავის ჯანმრთელობას, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, არ იყვნენ ყოველთვის პარტნიორზე დამოკიდებული, თუნდაც ჯანმრთელობის მეთვალყურეობის კუთხით. და პატივი ისცენ საკუთარ თავს მიაქციონ ყურადღება, რომ კურნალობა იქნება თუ დიაგნოსტიკა იქნება, სწორად მიმართონ
სწორი მიმართულების ექიმთან მივიდნენ მკურნალობისთვის და Facebook გვერდის მეზობლების, ნათესავების თქმით და რჩევით და ასე მკურნალობას შეეშვან, იმიტომ რომ ეს ყველა არის ინდივიდუალური, ძალიან რთულია, როდესაც თუნდაც პაციენტს ესაუბრები, მისი ინდივიდუალური მკურნალობის სქემის შერჩევა და ასე პირისპირ და წარმომიდგენია, როცა ეს რაღაც ყურმოკრულის მიხედვით მოქმედებენ, ეს მერე ძალიან აზიანებს მათ. აი ეს მინდა რჩევა. დიდი მადლობა, მეც დავამატებ, ჩვენ როგორც თავშევით საუბრეთ დასაწყისში ვისაუბრეთ, აუცილებლად წელიწადში ერთხელ საპროფილაქტიკოდ მიმართეთ ექიმს, აგრეთვე რაიმე ჩივილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ. მადლობა რომ გვისმინეთ. წარმატებებს გისურვებთ, კარგად ძანდებოდეთ. მადლობა.